რას ითხოვს საგამოძიებო უწყება? ჩვენ ახლა ამას გავიგებთ შოთა თუთბერიძისგან იურისტმა რამდენიმე წამის წინ დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი ელენე ხოშტარიას ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს და სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს მოსამართლემის აკუთვნისებასთან დაკავშირებით. შემიძლია ან მოლოდინები მაქვს ბრალი არის 187 დემოკრატიის პირველი ნაწილი სასამართლოს კოდექსით მოგახსენებათ ეს არის ბრალი რომელსაც საუბრობს და სადაგროვად საჯაროდ უფრო ზუსტად დაგეგმენ 570 ლარის ოდენობის ზიანის ქალწულების ბანერების მარკერებით დაწერით და ფიქრობ რომ მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ მას შემდეგაც ბრალის დადგენილება იქნა ჩემთვის გაცნობილი და გადავედით შემდეგ სამართალდამოუკიდებლობის ეტაპზე ელენემ იქნა გამოდნე რომ მიაჩნია რომ ეს ყველაფერი ფარსია და როლი უბრალოდ მოქალაქისა რომელიც ავტომობილში არის ამ სპექტაკლის ძალიან მნიშვნელო მას არ სურს რომ რაიმე ტიპის ვთქვათ სამართლებრივი პროცედურები ან იურიდიული კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ ის უარს ამბობს დაცვის უფლებაზე ამ საქმეზე. მე ვრჩები მის ადვოკატად ზოგადად, თუმცა ამ საქმეში მის ინტერესებს აღარ დავიცავ. თავად ალბათ განცხადება უფრო ვრცელი გავრცელდება მისი სახელითაც, თუმცა როგორც უყურებელს არ უნდა რომ საზოგადოების ან თუნდაც მისი დროის და ყურადღების ძალიან მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარს, რომელსაც ქვია ქართული პროკურატურა. ითხოვს საპატიმრო აკუთვნილებას. ვერ გეტყვით, ჩვენ შუამდგომლობა ჯერ არ გადმოგცემია, სასამართლოში ჯერჯერობით როგორც ვიცით არ არის შეტანილი, შესაბამისად რას მოითხოვს პროკურატურა აკუთვნილების სახით ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის. გასაგებია პოზიცია შეიძლება ჩაინიშნოს ამაზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია. დღეიდან შეიძლება ნებისმიერ დროს, თუმცა უფრო მოსალოდნელი რომ ალბათ ხალხისებრივ ნახევარში. შოთა ელენის პოზიცია ბრალთან დაკავშირებით როგორია? პროკურატურა წერს რომ 570 ლარს შეადგენს ზარალი. კი, ბრალი ამაში მდგომარეობს, ეს ბრალი არის დეგრადირებული ბრალის დადგენილება, სადაც ერთი აბზაცი არის პირდაპირ მნიშვნელობით ბრალი, სადაც წერია რომ 14 სექტემბრის საღამოს საათებში ელენე ხოშტარია მოქალაქემ დააზიანა 3 ბანერი თითოეული 190 ლარის ღირებულების. გასაგებია რომ ის უარს აცხადებს ყველანაირ სამართლებრივ ასე ვთქვათ პროცედურებში შესვლაზე სამართლებრივი დამოკიდებულების გამო ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს ხომ ანუ მისი სურვილის მიუხედავად პროცედურები ხომ მაინც იქნება. ანუ არის სარგებლებს დაცვის უფლებით, სასამართლოში ალბათ საკუთარ თავს თვითონ დაიცავს, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ სამართლებრივი გზა მისი აი ამ პოზიციების გათვალისწინებით. მე წარმომიდგენია ეს გზა რომ პროცესი დასრულდება უფრო ცუდად, უფრო სწრაფად, უფრო ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღების ფონზე და იქნება იგივე შედეგი რაც იმ შემთხვევაში მე ყოფილიყავი ან ნებისმიერი სხვა ყოფილიყო ადვოკატი დიდი ანუ გონიათ რომ დააპატიმრებენ შოთა ელოდებით პატიმრობა არ ვიცი გირაოზეც უარს იტყვის მაშინ ვერ გეტყვით გირაოზე მსჯელობაც არ გქონია დღეს გირაოზე მსჯელობა იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორც გითხარით რა მოთხოვნა აქვს პროკურატურას შუამდგომლობის შინაარსსაც და განზრახობსაც არ ვიცნობთ თუ ჩემს შიგნით ყოფნაში არ გაკეთდა რაიმე ახალი განცხადება ამიტომ ვერ გეტყვით გირაოზთან დაკავშირებით რა მოხდება თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიცია არსებით საკითხებზე არის ისეთი როგორც მოგახსენეთ. ელოდებით რომ დააპატიმრებენ ელენეს, რადგან სულ შედეგები ნუ დაკავებული მოგახსენებათ არის და გამოიყენებს თუ არა პატიმრობა პროკურატურა, პატიმრობას პროკურატურამ მოითხოვს თუ არა პროკურატურა პატიმრობას და დაულეგალიზებს, დაუკავნებს თუ არა სასამართლო, ეს არის დამოკიდებული იმაზე, ავთ კლანი და მდინარაძე და ქართული ოცნების სპიკერების რაღაცა ჯგრო რა დაკვეთას მისცემს პოლიტიკურს და ამაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა გირაოს მოთხოვნითაც რომ შევიდა სამკვეთის სახით პროკურატურა თუ არ გადაიხდეს შედეგი მაინც პატიმრობა საბოლოო ჯამში, თუმცა იქ ბევრი ძალიან ტექნიკური დეტალია, რომლებიც საბოლოო შედეგზეც გავლენას ახდენენ, მათ შორის დაწყებული იმითი გირაოს საპატიმროა თუ არა საპატიმროა და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში ბუნებრივია სახელმწიფო საქმეში. შოთა პროკურორებს ხომ არ გაუჟღერებიათ რა იქნება? აუ ერთი წუთი რა, ხომ არ გაუჟღერებიათ პოზიცია? გოგო ეთერში ვარ და ხომ არ გაუჟღერებიათ პროკურორებს პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნება მათი მოთხოვნა იქნება საპატიმრო აკუთვნილება იქნება გირაო აი პირად საუბრებში მაინც კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა კონსპენდით ელენე ხოშტარიას უფლება დამცველს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა თუმცა ამ დროისთვის უცნობია რა პოზიცია ექნება ბრალდების მხარეს მოითხოვენ პატიმრობას თუ მოითხოვენ აღკვეთი ღონისძიების სახით უკვე გირაოს ეს გახდება ცნობილი სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ
დღის განმავლობაში არ არის გამორიცხული, რომ ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, ან ხვალ უკვე უკიდურეს შემთხვევაში ხვალ გვეცოდინება რა იქნება პროკურატურის პოზიცია ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით.